ძალიან მოკლე იმპროვიზირებული ვიდეო იქნება შედეგების შეჯამებით, რაც დღეს მივიღე, ანუ მოგესალმებათ უკვე საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში, ანუ თითქმის 1 წელი დაკავებული ვარ ძირითადად იმით, რომ ტესტავ Savage B17, 17 HMR კალიბრში. ძალიან ეს basic setup-ი არის, ანუ პრაქტიკულად 1000 ლარიანი შაშხანა, ანუ თავის რა ვიცი, პლასმასის კონდახში მარტო ბედინგი გაუკეთდა და დაუყენდა, ჰოკეს რკინის რინგებში 30 მმ-იანი დიამეტრის ტრუბის მქონე ოპტიკა, primary arms-ი, Z ბიუჯეტური და ცოტა რა ვიცი, მობანძო ოპტიკა, საკმაოდ სქელი ბადით, 3-დან 9-მდე გადიდებით და აი ამ setup-ით მოგლეთ აი ამ სხვადასხვა ექსპერიმენტებს ვატარებ, დღეს გონგზე ვისროდი 150 მეტრზე, დომიდან და რა ვიცი, პრაქტიკულად ყოველი გასროლა ხდებოდა 60 სანტიმეტრიან გონგს, მე მომბეზდა, ჩამოვიდი 100 მეტრზე, გამოცვალე მუხტი, ამ შემთხვევაში უკვე დავიწყე CCI-ის TNT Green-ის გამოყენება, რომელიც ყველაზე კონსისტენტური არის ამ შამშხარანაში, რაც უკვე უეჭველი დავადგინე და პირველი ჯგუფი, რომელიც ვისროლე, ქარი იყო სადღაც 3 მეტრი წამში, მივიღე აი ესეთი ჯგუფი. ეს არის 36 მმ. რაც არ არის ცუდი, სადღაც 1.3 მოა არის, რაც ძალიან კარგია ამ ტიპის იარაღისთვის. შემდგომ უკვე შევეცადე, რომ ცოტა ქარისთვის მესმინა, ასე ვთქვათ რა და რაღაც როცა თანაბრად დაუბერავ და მაშინ მესროლა და მივიღე ძალიან კარგი 19 მმ-იანი ჯგუფი, რაც ძალიან მაგარია ამ ტიპის იარაღისთვის 100 მეტრზე, გავმეორდები. ორივე შემთხვევაში, აქ უკვე შესწორება მაქვს შეტანილი, საბოლოო ჯამში მითხრა, რომ ცოტა აქეთ მოხვედრილი იყო, მაგრამ ჰორიზონტალური შესწორება არ შემიტანი, იმიტომ რომ ქარი იყო და არ ვიყავი დარწმუნებული, რომ შესატანი იყო, ამიტომ დავტოვე როგორც იყო, მაგრამ ეს მინდოდა, რომ ასე ვთქვათ, ვერტიკალი წესრიგში ყოფილიყო, დიდი მნიშვნელობა არ აქვს ხარ დაჯგუფდება თუ არ დაჯგუფდება, მაგრამ ლამაზი სამიზნეების მიღება მინდოდა და მაინც შესწორება შევიტანე. ავიდა ცოტა აქეთ გადატანას, ხედავთ, ეს ვთქვათ, 3 მეტრი წამში დაახლოებით დამიზნების წერტილიდან თითქმის ერთნაირი გადატანა აქვს. შემდგომ ვისროლე კიდე ერთი ჯგუფი უკვე გონგზე, გამოვიდა 4 სანტიმეტრი ფედერალის მუხტის გამოყენებით და ფედერალი მაინც რა ვიცი კონსისტენტურობით, კარგად ისვრის, მაგრამ ისეთი კონსისტენტური არ არის, როგორც თქვა CCI TNT Green და 4 სანტიმეტრიანი ჯგუფი მივიღე გონგზე. და შემდეგ ვისროლე ეს ჯგუფი, საუკეთესო ჯგუფი, რაც კი მე მისვრია ამ იარაღიდან 4 გასროლა არის ამ შემთხვევაში და ფანტასტიკური 11 მმ გაფანტვა, რაც არის, წარმოუდგენლად მაგარი. ჯამი 19-ის და 11-ის, საბოლოო ჯამში გამოდის 0.51 მოა. ის შედეგი, რომლის ჩვენებაც მე იდეაში მინდოდა, ეს იქნებოდა იდეალური შედეგი. ამ შაშხანით და პრინციპში სიმბოლურად ეს შედეგი, რა თქმა უნდა, დავდე. კონსისტენტურად ასე სროლა, ალბათ არ გამოვა, თან სროლა ხდება, ეხლა დახურულ ტიპში არ ხდება და რაღაც დაალაგებულ სასროლებზე ხდება, საველე პირობებში, სადაც მე ფეხით მივდივარ. ასე გარკვეული დრო, საკმაოდ დაღლილი ვარ ხოლმე, როდესაც ადგილზე მივდივარ, იქ რა ვიცი, ქარი, წვიმა, რა დაგხვდება, გააჩნია და სროლა ხდება, პრაქტიკულად იმპროვიზირებული საყრდენიდან, ეს არის ქვა დადებული მიწაზე, შედარებით ისე რომ არ ქანაობდეს. და ზევიდან ცელოფანი ჩადებული ნაჭრის შანთაში, რომელიც არის სავსე მიწით, რომელსაც იქვე ასე ვთქვათ პოულობ, იმიტომ რომ ბიფოდი რომელიც მე მაგაზე ვიყენებდი არ გაამართლა საბოლოო ჯამში, მუდმივი პრობლემების წყარო იყო და ასე გავაგრძელე სროლა და აი ამ პირობებში ხო გეუბნებით, ეს 1200 ლარიანი იარაღი, რაღაც 350 ლარიანი ოპტიკით, აქ ნაყიდი ყველაფერი და რაღაც 70 ლარიანი ხოკეს რინგებით, აი ესეთი შედეგი დაადვა. ესეთი ჯგუფები მე მაქვს მიღებული 50 მეტრზე, სადაც თითქმის ეხება ხოლმე, 4 გასროლიან ჯგუფს, 5 გასროლიან ჯგუფს ვაკეთებ ხოლმე, 3 ხანდახან ხოლმე შეიძლება დაждდეს და მე ვთქვა, რომ ძალიან მაგრად ისის მასენულში არ იყოს, 4 ცოტა უფრო მეტი, კიდე უფრო კარგი. და ეს ჯგუფი უკვე შედარებით სამარცხვინ ამასთან შედარებით 40 მმ-იანი ვისროლე უკვე სულ ბოლოს, თან მე სროლისას ვიყენებ ორ ტექნიკას. სროლის ორი ღია თვალით, ერთი დახუჭული თვალით, ორი ღია თვალით სროლა, უფრო კარგია იდეაში, იმიტომ რომ არ გეღლება, ასე ვთქვათ, სახე აი ამ თვალის მუდმივი დახუჭი და უფრო კომფორტულია, მაგრამ აქ რაღაც აურია ყველაფერი, თან უკვე დაღლილი ვიყავი, ეს ბოლო ჯგუფი იყო, ვისროლე მაინც კარგია, 40 მმ, სადაც გამოვიდა 1.3 მოაყი დაახლოებით, ძალიან მაგარია ამ ტიპის იარაღისთვის, შელაპარაკოთ იარაღისთვის, რომელიც არის პლინკერია პრაქტიკულად და არა რაღაც ისა ზუსტი სროლისთვის შექმნილი ინსტრუმენტი და საბოლოო ჯამში ხო ერთი დამჭა გასაკეთებელი არის რომ მინდა 200 მეტრზე ვისროლო სანტიმეტრიან გონგზე დაჯდომილი და თუ მივიღე ისეთივე აბსოლუტური შედეგი ყოველი გასროლა ყოველი მორტყმა 100 მეტრზე სადღაც ეგეთი შედეგი იყო 150 მეტრზე ეგეთი შედეგი იყო და 200 მეტრზე თუ იგივე შედეგი დავდე შესწორების გარეშე მივიღებთ რას მივიღებთ იმას რომ იაფასიანი არ არის შედარებით იაფასიანი რა ვიცი თავისი პერიფერიული მოწყობილობებით ჭალებში
საბოლოო ჯამში ანუ გაძლევს საშუალებას, რავი, აი საკმაოდ კარგი და მაგარი შედეგი დადო. თვითონ ახლა ტყის ენერგიას რაც შეეხება, ანუ 150 მეძესროლისას, ანუ ამ შემთხვევაში CCI-ის VNT-ის მუხტს ვიყენებდი, რომელიც საკმაოდ სწრაფი არის, მწვანეთავიანი ტყვიებია, კასეთი ლამაზი სიმპათიური ტყვიები. ანუ ისინი აი ამ მეტალის ფირფიტაზე, ანუ შეჭრჭილობებს, ასე ვთქვათ, რავი, ტოვებდნენ რა და 100 მეძესროლები კიდევ უფრო ვაშკარად გამოხატული არის, ანუ ენერგია არის საკმარისი და ხმაც, რომელიც მოდის, ანუ 22 ელერიდან რო ისვრი ასეთ მანძილზე, რაღაც ისეთი კაპაწკუპი ისმის ხოლმე, თითქოს კენჭი ხდება. რკინას და ამ შემთხვევაში აი კაი ყლაპანი მოდის ხოლმე და ანუ ხვდები რომ საკმაოდ დიდი ენერგია აქვს აი ამ პატარა წყვილტყვიას, ანუ ფანტასტიკური კალიბრი, ფანტასტიკური იარაღი და ზღვა შესაძლებლობების, ასე ვთქვათ, რომ ძალიან მაგარი შედეგი დადო და ძალიან დიდი სიამოვნება სროლისგან, ასე ვთქვათ, მიიღო აქვე აგერ მასლების ნაკრები მიდოს გაცვის როლი ამ ენერგითან, ანუ ჯამში ხო გეუბნებით რომ სადღაც 500 ვაზნა, აბსოლუტური საიმედოობა. არანაირი პრობლემა აბსოლუტურად. დღეს მქონდა რაღაც პირველი დაბრკოლება სროლისას, იმიტომ ჭიდი ბოლომდე შიგნით არ ჩავედა საკითხის მოძრაობისას გამოწვა და ანუ ვაზნის მიწოდება არ მოხდა, რაც თავიდანვე ჩემი ბრალი არის და იარაღი ქართლის შუაში არ არის. რავი, აი მეგარი პრინციპში ყველაფერი რა რისი თქმაც მინდოდა და ეს არის ერთგვარი, რავი, შეჯამება აი ამ ჩემი რამოდენიმე თვიანი ექსპერიმენტის, რაც აი ამ სევიჩთან ასე ვთქვათ ვატარებ რა და ანუ ეს დაგვირგვინდა ესეთი მე დავარგვირგვინე, ან დავაგვირგვინებ, ასე ვთქვათ, ამას აი ესეთი შესანიშნავი ჯგუფებით ამ იარაღიდან. ამ იარაღი ხო გეუბნებით გამომეორდები არის, რავი, ძალიან კომპაქტური, ძალიან მსუბუქი, მაგრამ ნუ, რავი, შესაძლებლობებს აგერ კი ხედავთ ამ იარაღის, მე ძალიან კმაყოფილი ვარ ყველაფერი ეს, ხო გეუბნებით, ხურდა ფულში, ნუ თლათ ხურდა ფულში არა, მაგრამ ასე ვთქვათ, ხო $1000-ზე საკლაპარაკი არ არის. ანუ ასეთი ბიუჯეტითაც კი შეიძლება გართობა. დიდი მადლობა რავი ყველა ვინც უყურეთ ამ ვიდეოს და ანუ საბოლოო ჯამში ალბათ რავი 200 მეტრიც რომ გავისვრი ამ სევიჯიდან შეიძლება რავი ცოტა უფრო დიდ მანძილზე ვწადო, შედეგებს ასე ვთქვათ მოვახსენებთ. კარგად იყავით. და ანუ ესეც ბონუს ჩანაწერი ბოლოში უკვე სროლა ასე ვთქვათ ჭეშმარიტ საველე პირობებში მსუბუქი ქარი, სერიოზული ყინვა, 20 სანტიმეტრიანი გონგი, 250 მეტრზე განლაგებული და პირველი გასროლა ავაცილე, იმიტომ რომ გასწორებული იყო შედარებით ნელ მუხტზე და ვიყენებდი შედარებით სწრაფ მუხტს. და შემდეგ უკვე სამი გასროლა სამი მორტყმა, რაც ჩანს და ისმის უბრალოდ ვიდეოში. პლასმასა ისე გაიყინა, რომ ამ ხელზეც არაკომფორტულია. არაფერი მოხდა. ყველა საინტერესო ის არის, რომ აი ძალიან ცოტა დრო უნდა რომ მიფრინდეს იქამდე რა. ვაზნები დავთავრდა.